ემიგრანტების პროტესტი და ჩაშლილი კონცერტი გერმანიაში, რომელიც ოცნების მხარდამჭერ ჯგუფ ურსას უნდა ჩაეტარებინა. ქართული დიასპორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყნიდან წასვლა სწორედ ოცნების პოლიტიკის გამო მოუწიათ. ამიტომ მათი პროპაგანდისტების ღონისძიებას არ დაესწრებოდნენ. ურსას მიერ 22 ნოემბერს დაგეგმილი კონცერტი სწორედ ემიგრანტების პროტესტის გამო გაუქმდა. ემიგრანტი ეკატერინე გირგვლიანი ამბობს, რომ რესტორანში მისულ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საქმის გასარჩევად ტიტუშკები დაახვედრეს. ურსას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ზურაბ ჯაფარიძემ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა, ის ციხეს 1 თვეში დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვრცელდება. ჯაფარიძის პატიმრობიდან 6 თვე უკვე გავიდა, კანონით კი მას უფლება ჰქონდა საპატიმრო დაეტოვებინა. ძალადობა პროტესტის დაკავებულ მონაწილეებზე კაცები გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს. ამის შესახებ ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ ისაუბრა. საუბარია გუშინ მათედევიძის მხარდამჭერ მარშზე დაპატიმრებულ მოქალაქეებზე. ტყეშელაძის თქმით, პოლიციელებმა აქტივისტებზე დაკავების მომენტშიც იძალადეს. იზოლატორში კი გაშიშვლებულებს აიძულეს ბუქნები გაეკეთებინათ. არაბულ კომპანია Siegel Hills საჯარო რეესტრმა საქართველოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე უარი უთხრა და ხარვეზების აღმოსაფხრელად 30 დღიანი ვადა მისცა. რეესტრის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ ამ დროში დამატებითი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ იქნება, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდება.